მოგზაურობა 26 მაისს დავიწყე. გეგმაში მქონდა მოტომოგზაურობა, თუმცა მიზეზთა გამო არ მოხერხდა და გადავწყვიტე მონაკვეთი ამერჩია იმ მოგზაურობიდან, რაც დაგეგმილი მქონდა სლოვაკეთიდან პორტუგალიაში ჩასვლა. ველოს დახმარებით ამ მონაკვეთს ესე ადვილად ვერ გავუვლიდი, ამიტომ ავარჩიე ერთი პატარა მონაკვეთი. პატარა ითქმის, თორე აგერ უკვე 2 კვირაა გზაში ვარ და კიდე 1 კვირა დამჭირდება ალბათ ბოლომდე ჩასასვლელად. მოკლედ შვეიცარიიდან ესპანეთის მიმართულებით დავიძარე. პირდაპირ გეტყვით. ძალიან რთული იყო. ეხლა რო ვიწყებდი, ალბათ არ დავიწყებდი. მაგრამ ყველაფერს ორი მხარე აქვს და ამ სირთულის სანაცვლოდ საოცრად საინტერესო აღმოჩნდა. უამრავი საინტერესო ადგილი, უამრავი საინტერესო სიტუაცია და ბევრი კარგი ადამიანი, რომლებიც გზა და გზა მეხმარებოდნენ, მამხნევებდნენ და ერთ-ერთ მსგავს ეპიზოდზე მინდა მოგიყვეთ ამ ვიდეოში. გუშინ იყო ძალიან საინტერესო დღე. ბევრი რამ მოხდა და მოგიყვებით ახლა შეძლებს დაგვარად მოკლედ. მოვდივარ მოკლედ და გავიჩნდა მინდურებში რა, აი მინდურებია ირგვლივ ყველგან რა. მეთქი რომ რაღაცა მოხდეს ახლა აქ ამ პაგრიშკან რაღაცა თქო და გაფიქრება იყო და პაგრიშკა გამიცდა რა და ბიჭო არ გამომიცვლი არასოდეს ახლა რთული კი არა, არაფერი არა იდეაში, მაგრამ არ გამომიცვლი არასოდეს და ჩავრთე მეთქი YouTube-ზე ვნახავ თქო რა, საბურავი როგორ იცვლება ველოზე თქო და ჩავრთე YouTube-ი, ინტერნეტი გამეტის შეუცებ. კაი, ჩემი თვითშალიშე გამოვცვალე, მოკლედ მაგრამ ვაშკაცე ჩემი აზრით რაღაცა. ბავშალე. ჩემით ხალხო, ან მეთქი YouTube-ზე ვნახავ თქო, მაგრამ აიჩი ინტერნეტი მაინც ეს დავშალე მოკლედ და ვაგრძელებ მუშაობას. გავაგრძელე გზა და ერთი სათადარიგო მქონდა, მეტი არ მქონდა რა. ხო და ისა რა ქვია. შაქარს არ ვყრი ხოლმე იმაში ძირითადად, მაგრამ ეხა ხატკბილი მინდა ცოტა. ჭირდება. და მოვდივარ რა, კაროჩე და ბიჭო რაღაც ქვიანი გზა იყო რა, როგორც ჩანს კი არა იყო და მეორე და 9 საათის მერე დაახლოებით გასხდა მეორე რა. მეტი არა მაქვს, ანუ არ ვიცი რა უნდა ვქნა. მოიცანე რა მოხდა ზუსტად 1 საათის განმავლობაში. მეორედ გამისხდა პაგრიშკა. კამერა ახალ მაქვს და 100-ზე არა ვარ, სადა ვარ. ანუ სადღაც ვარ ვაფშე მეყურებულ ადგილას, იდეაში გარშემო 1-10 კილომეტრის მანძილზე არაფერი კამერის მსგავსი არ იქნება სავარაუდოდ. რაღაცა აი მინდორში ვარ, ირგვლივ არ ხდება არაფერი ვაფშე რა.
აი რა ვქნა ეხლა ხო არ დავიჯდები წამოვიყვანე ეს ველო და მოვდივარ და თან რაღაცებს სერჩავ რა მეთქი რა სად არის ეხლა დეკატლონი ვნახე საბურავი რო ვიყიდო 40 კილომეტრს იქედან მეთქი რა გინდა რო ვქნა კაროჩე მოვდივარ და ბიჭო აი რაღაც ბედად რა ერთი სამი სახლი ანუ დასახლებას არ ქვია იმას სამი ცალი სახლი იდგა რა ესე და დავარ ეხლა ამ სახლებს და მოუყევი რა ჩემი სიტუაცია მეთქი ესე თქვა ყველასა და გარჩე ვერ დაგეხმარებითო ვერ წაგიყვანთ ამ ხელა გზაზე რა მეთქი მანქანები ეყენათ და ვინმე თუ შეეძლო თქო რა პროსტა შევეკითხე მაინც მეთქი მოგზაური ვარ საქართველოსდან ესე აქ არა მომყავს პროსტა და მაგიტო უბრალოდ და მაგიტო გთხოვე თქო და მოკლედ როგორც იყო ვერაო რა აი მეთქი შემოbrunდი დავჯექი ველოსთან რა მეთქი რა ვქნა ხო ფიქრო რაღაცა იზოლაცია მქონდა და იზოლაციით როგორ შეიძლება დააწებო მაგრამ რაღაც ვიწვალე მაგრამ და ეგეთი რამ გამოვიდა რა თავადკვის ამბავში დეკატლონამდე 40 კილომეტრი მეჭება მაგრამ რაღაც უნდა ვქნა ხო იქნები ამაც ვთხოვე ეს საქართველოსდან მოგზაური არავინ არ ყავს აქ თქო და იქნებ დამეხმარა თქო და ვერაო რაღაცა 40 კილომეტრში დეკატლონი და არა მარტივი ამბავი მაგრამ როგორც არის რა მოკლედ ხო და ჩემით უნდა ვქნა რაღაც აი ეს ხარ რო გავბერე ახლა ესე შვება ამას რო ბერავ იდეაში ეფექტიანი ჩიტება მაგრამ საგაჩვენებთ და მოვიდა ერთი ქალი რა შედარებით ახალგაზრდა ვინც იყო ამათში და ძალიან მიტყვევაო რომ ვერ გეხმარებიო რა ვქნაო მაგრამ ნუ სამუშაო მაქვს მე ვაქო რა დისტანციურად და ვერ წაგიყვანო და კაი არა უშავს მეთქი რა რა ვქო თუ დაელოდებიო აგერ უნდა მოვიდესო შეიძლება მოვიდესო ვიღაცაო და შეიძლება დაგეხმაროს რა ნუ აი მეთქი ხა ისეთ თემა მადლობა თქო რა მეთქი და ისეთ თემა არის ხო ხვდები რომ ვიღაცა შეიძლება მოვიდეს შეიძლება დაგეხმაროს მე და კაი ვზივარ ფიქრობ ამას ვაწეპებ რაღაცა ჩემი წვით და იდეაში ისაა რომ გაჩვენოთ ახლა იდეა ისაა რომ ეხლა და ხანი მაინც დაიჭიროს უცებ ალბათ 20 წუთში 15-20 წუთში მოვიდა მაგათ მანქანა პატარა მანქანა რაღაც პატარა კაცი გადმოვიდა იქნებოდა ეს 60 წლის ალბათ და ეს რა ქვია რა გჭირსო ესე დამადგა თავზე და რა მეთქი ეს საბურავმა დაიშვა თქო და თან ასოსი მიჭირავს ხელში და აგერო ნასოსი მოგიტანე გამეხატავა და აუ მე ჯიგარი ხარ ნასოსის მეტი რა მაგ თქო და კარჩე გადმოალაგა ხელსაწყოები ტიპმა აი ყველაფერი ველოსთვის ალბათ რაც არის საჭირო რა მოვიდა აყენა ველო რაღაცებში მივეხმარეთ კარჩ იჩალიჩა ყველაფერი გამართა და დადგა ველო და აჰა აგერა შენი ველო და აი ესენიც მაჩუქა რა დასაწებებლები რაღაცები მისი საბურავის და აუ მეთქი რა ჯიგარი ხარ გადავეხვიე კაროჩე მეთქი მადლობა თქო ფული მივაწოდე და ანუ ისე იუარა ფული გამიტყდავში რომ მივაწოდე და ეს რა ქვია სად მინდიხარ რომ ეხავა და მეთქი აგერ სადაც დამაღამდება კემპინგს ემას გავშლი რა ქვია ყარავს გავშვი და იქ დავიძინებ თქო რა კემპინგზე ვეღარ მივიდოდი იდეაში ხო და ეს რა ქვია აგერო ჩვენო საკემპინგი ადგილი გვაქვსო ხო და მიდიო იქო და დაიძინეო ამაგარმა კაცმა მომეხმარა With bicycle? Yep გარი ხარ კაროჩე მე თანხას თავაზობ ნუ არ შვება რა მივედი თავის ოზაურეკა ესე რაღაცები დენია ჩასართავიო იქო თუ რაღაცები წყალი გასაცხელებელიო და კაროჩე მოვიდა მისი მეუღლეც აგერ საკემპინგი ადგილზე ვარ ახლა გაჩვენეთ სადაცაა გაჩვენეთ ამგონი მანამდე აკავშოლე კარავი რა შენობის წინ რო ქარი არ უბერავდეს რა იგი დამოწმა დღეს ხო და ეგეთ თემები მოხდა რა ეს მეუღლეც მისი მოვიდა ეს ქალბატონი
კარგი ამოსვენები თქვენ მაინც გამომართეთ მეთქი ფულის გარო თქვენ ამეუღლე არ გამომართოთ რაღაცებს უთარგმნი და კარგი არაო რა იტყვი არაფერს არ გამომართეთ ფული ეგეთი სიტუაცია კემპინგზე შემოვედი საპირფარეშოები საბანაოები ამ ქალბატონს ახლა თხოვე რომ მეთქი თანხა მითხარი თქო რამდენია თქო რომ გადავეხადო თქო და თანხასაც არ მახდებიებენ ეს იგი მრიალად სასწავლო არ მიჭამია კაი ხანია რა გამოიცანე მელოდია არაფერს არ გამომართვეს ფული საიდან მოდიხარ რომ მეთქი შვეიცარიიდან სად მიდიხარ ესპანეთში არ გამომართვეს არაფრით რა ხო და ეგეთ თემები მოხდა ძალიან საყვარელი მომავალში ამით მინდა მოგზაურობა აი რაღაც ესეთი მოვედი იმაში რა ქვია რაღაც პატარა სოფელია თუ ქალაქი ვითაა თუ რაღაცაა და ეჭველი მინდა თქო რა ეს მომიტან ამას რა უგნე ხა ჭიდაობაში მაინც ნელა ბოქსში რო დავდივარ ამას რა უნდა ვუქნო საფრანგეთი საკმაოდ კარგი ქვეყანაა ველო ტრასების მხრივ თუმცა მაინც ხშირად მიწევდა უგზოობაზე გადასვლა და ამიტომ ჩემი ველო ხშირად საჭიროებდა შეკეთებას და ამ ამბავში არაერთხელ რამოდენიმეჯერ უკვე უანგაროდ დამეხმარენ ეთილი ადამიანები მათ შორის იყო ერთ-ერთი დეკატლონის თანამშრომელი ჰუგო რომელმაც თვითონ უსასყიდლოდ გამიკეთა შემომთავაზა ველოს შეკეთება ესე რომ დიდ მადლობას და მოკითხვას უხდი ჰუგოს თუ უყურებს ჩემ არხს ვიცი რომ უყურებს 18 ევრო და 91 ცენტი რაღაცები ვიყიდე გზად პროდუქტები აი ეს დღეს დილით ადრე გავუხვიდე. აი, კემპინგზე დავრჩი გუშინ და დღეს ძალიან სიცხე
არის ნაწინასწარმეტყველები. მაგრამ ამათ პროგნოზებს წინასწარმეტყველება ქვია უფრო და ნახოთ ძალიან სიცხეა იდეაში 33 გრადუსი მგონი და მზეზე განსაკუთრებით იგრძნობა და გზაში განსაკუთრებით ველოთი. ამიტომ ადრე გავიღვიძე, ვეცდები რომ მალე ავიბარგო და გავემართო ბორდოსკენ. ბორდომდე დარჩენილია 75 კილომეტრი. არ ვიცი რამდენად მოვასწრებ დღეს 75 კილომეტრი. კი არ გამევლია 70 გამევლია. არ რთულად. სიცხეში განსაკუთრებით თორე ისე გავივლიდი უბრალოდ მგონი. როგორ იქნება? ნახოთ, მოკლედ. და ბოლო აი ამ ბოლო ეპიზოდის მონტაჟი მინდა დავამთავრო დღეს, ან ხვალ მაქსიმუმ. შეიცვალა კლიმატი. შემოგთავაზებთ ეგრევე. დასავლეთ საფრანგეთი. ბორდოს უახლოვდები. მგონი იგრძნობა. ოკეანე სიახლოვე.